ულამაზესი კუნძული მალტა, რომელსაც სხვადასხვა კულტურების თავშეყრის ადგილს უწოდებენ, წელს უკვე მეათედ საიუბილეო დიასპორელების დაჯილდოებას ამ ისტორიულ თეატრში მასპინძლობს, რომელიც დიასპორის სახლის ინიციატივით იმართება. ქართული დიასპორის წარმომადგენლები, რომლებიც უცხოეთში ქართულ საქმეს აკეთებენ, ეწევიან ქვეყნის პოპულარიზაციას და ეხმარებიან თანამემამულეებს გზის გაკვალვაში, ახლა ქარვისფერ მალტაზე შეიკრიბნენ, სადაც განსაკუთრებული მზადებაა. სპეციალურმა კომისიამ ტრადიციულად წელსაც წარმატებული და ნაყოფიერი საქმიანობისთვის არაერთი ადამიანი დააჯილდოვა, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქმიანობენ. ეს დღე განსაკუთრებით ემოციური იყო მონაწილეებისთვის, რაც მათი საქმიანობის დაფასებასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობა და მოტივაცია. მნიშვნელოვანია ჩემთვის, იმიტომ რომ ტყუილად არ მიცხოვრია 13 წელია ესე გამოდის ემიგრაციაში და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ყველასთვის, ვინც ქართულ კულტურას ვემსახურებით მის ფარგლებს გარეთ, რომ ჩვენთვისაც იყოს ხოლმე ესეთი წამახალისებელი ღონისძიებები და უფრო მეტი და მეტი სტიმული გქონდეს, რომ ჩვენს ქვეყანას ბევრი გავუკეთოთ მის ფარგლებს გარეთ. ჩემთვის არაჩვეულებრივი დღეა და განსაკუთრებული პატივია დღეს აქ თქვენს გვერდით ყოფნა. ეს მხოლოდ ჯილდო არ არის ჩემთვის, ეს სასიცოცხლო ხიდია ჩემსა და ჩემს ხალხს შორის. სასიამოვნო და ემოციით სავსე საღამო იყო და დიდი მადლობელი ვარ, რომ ჩვენ ყველა ბრძოლობთ ამისთვის, რომ რაღაცა მივაღწიოთ საზღვარგარეთ და ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინოთ საზღვარგარეთ, სადაც არ უნდა ვიყოთ. მე გახლავართ დიასპორული მედია აპრიორიტივის დამფუძნებელი და ჟურნალისტი იტალიაში. და მე წლების მანძილზე უკვე მე-5 წელია თანამოქალაქეებს იტალიაში მცხოვრებ ქართველ თანამოქალაქეებს მშობლიურ ენაზე ვაწვდი ყველა საჭირო ინფორმაციას. ეს შრომის კოდექსიდან დაწყებული, მიმდინარე მოვლენებით დამთავრებული საქმეს, რომელსაც გულწრფელად, გულით და უანგაროდ აკეთებ, ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც ამას დაინახავენ და შეამჩნევენ და თავს მნიშვნელოვნად გაგრძნობინებენ. ღონისძიებაზე სპეციალურად მიიწვიეს ხელოვნების სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლები საქართველოდან. წარმატებული დიასპორელების ნომინანტებს რეკომენდატორებთან ერთად დიასპორის სახლი მთელი წლის განმავლობაში იძიებს და საერთაშორისო ასპარეზზე მათ საქმიანობას ეცნობა. როგორც თავად ამბობენ, პროექტის მთავარი მიზანია მადლიერება გამოხატონ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სამშობლოს ფარგლებს გარეთ ეროვნულ საქმეს აკეთებენ. წელს გაიმართა მე-10 სეზონი დიასპორელების დაჯილდოების. დაახლოებით 1 წლის განმავლობაში დიასპორის სახლის დამფუძნებლები, ესე ვთქვათ, კომისია რასაც თვალს ვადევნებთ ემიგრანტებს სხვადასხვა ქვეყანაში და იმის შემდეგ ხდება უკვე მათი წარდგენა. და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ვთვლი, რომ ძალიან ღირსეული ნომინანტები ყავდა წელს. იყო კანადიდან, იყვნენ ამერიკიდან, იტალია, ნიდერლანდები და ასევე მალტიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი ზოგადად არსებობს, რომელიც ხელს უწყობს ქართველების შემოქმედების წარმოჩენას, მათ წარმატებას სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ და ყოველთვის ცდილობენ, რომ ქართული შემოქმედება, ქართული კულტურა, ქართული რესურსი ძალიან მაქსიმალურად წარმოაჩინონ. და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ შარშან გახდით ამ კონკურსის ნომინანტი, გამარჯვებული ორგანიზაცია. მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და მე მხოლოდ წარმატებას ვუსურებ მათ. ჩვენი ფესტივალის Grand Prix, მაგრამ თქვენთვის უბრალოდ სამახსოვრო საჩუქარი. ვიდა გამოსვლა. წარმატებული დიასპორელების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება მალტაზე რამდენიმე დღიანი იყო.
საღამოები მოიცავდა გაცნობით შეხვედრებს, მალტის დათვალიერებას და ბოლოს დასკვნით დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას.